თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დისერტაციის დაცვა გაიმართა ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დოქტორანტმა შორენმა ლაზვიაშვილმა სადისერტაციო საბჭოს ნაშრომი დრო კილოთი ფორმობრივი და ფუნქციური მიმართებანი ქართულ და ინგლისურ ენებში წარუდგინა. ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელები პროფესორები ნუნუ გელდიაშვილი და მანანა ღარიბაშვილი არიან. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭომ ლაზვიაშვილს ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიანიჭა. ნაშრომი მეტად საინტერესოა. შორენა გახლავთ ტიპოლოგიური ლინგვისტიკის სადოქტორო პროგრამის პირველი კურსდამთავრებული, რომელიც მიიღებს დღეს დამსახურებულად ვიმედოვნებ ფილოლოგიის დოქტორის აკადემიურ ხარისხს. კვლევა დამყარებულია კონტრასტულ კვლევით კვლევაზე. შედარებულია ქართული და ინგლისური ენის მონაცემები და გამოტანილია მეტად საინტერესო დასკვნები, იმიტომ რომ საკითხი მეტად მწვავეა, სადაოა როგორც ქართულ ისე ინგლისურ ენაში და ვფიქრობთ ჩვენი დოქტორანტის გამოკვლევა რაღაც პატარა წვლილს მაინც შეიტანს ფილოლოგიის დარგის განვითარებაში. დღეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო დისერტაციას იცავს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი შორენა ლაზვიაშვილი. ჩემთვის როგორც ამ სამსახურის ხელმძღვანელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფაქტი, რადგან კიდევ ერთი დოქტორის ხარისხის მქონე თანამშრომელი გვეყოლება და შეგვემატება როგორც ჩვენ სამსახურს, ასევე ჩვენს უნივერსიტეტს და წარმატებებს უსურვებს შორენას მომავალ საქმიანობაში.